Დაკლავ ქართული პოლიტიკა არჩევნებში დამარცხებული მიხეილ სააკაშვილი უფლებამოსილებებს იზრდის, რატო იქვემდებარებს პრეზიდენტის სპეცკავშირებისა და სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოებს. ბოლო 3 დღეში ხელმოწერილი 2 დოკუმენტი. ერთი მათგანით კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები, ხოლო მეორე ბრძანებულებით აღმასრულებელი ხელისუფლება სპეციალურ კავშირებზე და კონფიდენციალურ ინფორმაციაზე კონტროლს კარგავს. სააგენტო, რომელიც ფლობს და განკარგავს კავშირგაბმულობის სპეციალურ სისტემას, სააკაშვილმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებიდან გაიყვანა და თავის თავს დაუქვემდებარა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ფუნქციები ერთით ნაკლები გახდა. დღეიდან სახელმწიფო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელში გადავიდა. სწორედ პრეზიდენტს დაქვემდებარებული სამსახური იქნება უფლებამოსილი უმაღლესი თანამდებობის პირებს შორის საიდუმლო ინფორმაცია გაცვალოს. ეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის დამატებული ერთადერთი ახალი სფერო არ არის. პრეზიდენტის 124 ბრძანებულებით სამსახური უმაღლესი თანამდებობის პირთა ხარჯების გამკარგავით ხდება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში პრეზიდენტის ბრძანებულებას სამართლებრივად გაუმართავად დაფასებენ. ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ სამსახურისთვის სწორედ წარმოადგენს კონკრეტული თანამდებობის პირების დაცვას. ამისათვის სხვა ნებისმიერი ტიპის ფუნქციის დამატება ბუნებრივია, შესაძლებელია განვიხილოთ ამ კანონთან მიმართებაში და ამ კანონის მიზნებიდან გამომდინარე უშუალოდ სამსახურის საქმიანობასთან კონფლიქტში. პრეზიდენტის ბრძანებულებასთან კითხვები აქვთ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტშიც. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდება მისი ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯები. გაურკვეველი არის, რატომ მოხდა ეს ცვლილებები ამ მომენტში. აქ ალბათ რაღაც გარკვეულ უნდობლობას უნდა ქონდეს ადგილი ახალმთავრობის მიმართ. სხვა მე ყოველ შემთხვევაში სხვა არანაირი ესეთი საფუძველს ნამდვილად ვერ ხედავ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ქმედება ნამდვილად უკან არის ნაბიჯი გამჭვირვალობის კუთხით და ნამდვილად არ შეუწყობს ხელს მეტ გამჭვირვალობას სახელმწიფო ფინანსების. პრეზიდენტის პარტიაში კი ქვეყნის პირველი პირის ბრძანებულებების დეტალები არ იციან. იქ უპირატესად იმას მიიჩნევენ, რომ არჩევნების შემდეგ ყველა ინსტიტუციამ გამართულად იმუშაოს. მე ამ დეტალებში გარკვეული არა ვარ, ერთი რამე ცხადია, რომ ყველას უნდა ქონდეს ფუნქციონირების საშუალება. კანონით და კონსტიტუციით არჩეულ მთავრობასაც, აღმასრულებელ ხელისუფლებას, მას ექნება ყველაფერი სრული საშუალება ფუნქციონირების, ასევე სრული საშუალება ფუნქციონირების ექნება პრეზიდენტის ინსტიტუტს. რა მიზნით მიანიჭა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დამატებითი უფლებამოსილება? ამ კითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან პასუხი ვერ მივიღეთ. გადახედავს თუ არა ახალარჩეული საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის ბრძანებულებებს, ჯერ გაურკვეველია. იურისტები ამბობენ, რომ ამის სამართლებრივი ბერკეტი მას ნამდვილად აქვს.